კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. უწმინდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცვა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა. პატრიარქთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმინდეს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. Შევზადებით სინოდის ხდომისათვის და იქ იქნება ერთ-ერთი საკითხი საკვირაო სკოლები. ეს ძალიან საჭიროა. ჩარიდან რო წავა ადამიანი, უნდა შეინახოს თავისი ოჯახი. ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რაღაც რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. და ბუნებრივია ეს რწმენა აძლიერებს პირველ რიგში ქართველ ჯარისკაცს. მე აი მოხიბლული ვარ, როცა თითქმის ყველა დანაყოფში ვნახე ეკლესიები, რომელიც უშუალოდ ამ ბიჭების, ჯარისკაცების ენერგიით, შრომით არის შექმნილი. ეს იქნება ალბათ იმის დასაწყისი, რომ ჩვენი მაგალითით, როდესაც ერი და ბერი ერთად დგომით იმ დიდ სახელმწიფო მიზნებისკენ, ერთად მივისწრაფოდეთ და მივაღწიოთ იმ სასრულ მიზნებს, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას.